მოგესალმებით, თქვენ უყურებთ 29 მარტის რეგიონ ნიუს, მე ნათია ფარეხელაშვილი ვარ. მოქალაქე ირაკლი გოდუაძე ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებს. საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მიერ შეყვანილი, იგი ღამის პირველ საათზე კლინიკიდან უბრალოდ ქუჩაში გაუშვეს. რა გახდა ამის მიზეზი და რა სიტყვას მოქალაქე მარიამ კუხიანიძე არკვევდა. ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს მოქალაქე ირაკლი გოდუაძე დაუდევრობაში და უყურადღებობაში ადანაშაულებს. ის 24 მარტს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მაღალი ტემპერატურით, ზოგადი სისუსტით და ჰაერის უკმარისობით ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მოქალაქე განმარტავს, საავადმყოფოში ზოგადი კვლევების საფუძველზე უთხრეს, რომ ეჭვი ჰქონდათ ტუბერკულოზზე და ღამის პირველ საათზე სასწრაფო წესით კლინიკის დატოვება მოთხოვეს. არა, საერთოდ არც მომისმინა, ფელდობისას არც მოусმენი ექიმს საერთოდ. ფიზიკურად კონტაქტიც არ მქონდა რა. საერთოდ არც მოსულა. მიყავი ჩემს პალატაში. მოდიოდა ექთანი, ანდახან დამხედავდა წავიდა. განიცხადა, რომ შენ არა ხარ ჩემი პაციენტიო, ჭისო, ტუბერკულოზიო, მწვავეო და დადიო სახში უნდა გაგწეროთო. თქვი ვერ წავალ რა, მარტოა სოფლიდან ჩამოსული, გავათებ ღამეს და დილას მაინც წავალ მეთქი. არა, ვაქშენი გაჩერება არ შეიძლება. შემიდგინეს რაღაცა ოქმი, სადაც მომაწერიეს ხელი, თანხა იყო 175 ლარი გადასახდელი. და რადგან მე გვარი გამოცხადე, მეთქი მე ხელს კი გოგს კი მოგიწერ ხელს, მაგრამ მე მაინც არ გადავიხდი მაგ თანხას მეთქი. რომ შესაბამისი ის არ მიმიღია თქო რა. გამოკლება ან რამე მკურნალობა. თირკმელზეც მითხრენ, რომ გადაგვარებული გახო მარჯვენა თირკმელიო. Ну, სტანდარტებს არ შეესაბამება, შეიძლება არც ფუნქციონირდეს ასე მითხრა. წამოვედი მე იქიდან, მივედი ისევ მეორე დღეს ჭიტანავასთან, გადავაკონტროლე და საერთოდ ოდნავ რაღაცა, ოდნავ ჩამორჩენა აქვს, მაგრამ არანაირი პრობლემა არ აქვს, თირკმელი მუშაობს, ჩოგლებად ჯანმრთელია. თანხაზე არაა პრობლემა, უბრალოდ რო ყოფილიყო შესაბამისი სერვისი და მომსახურება რომ მქონოდა რა პრობლემა იყო. არანაირი ყურადღება პირიქით, ავანტყოფ სიცხენზე გარეთ გამოვაგდებ ღამის პირველ საათზე ქუჩაში და ფეხით უშვებს სახში, არ ვიცი რომ. რეფერალური საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ირაკლი გოდუაძემ ქუთაისის LG-და კომპანიის ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრს მიმართა. კლინიკაში პირველადი კვლევების საფუძველზე ტუბერკულოზის დიაგნოზი არ დადასტურდა. ჩვენთან პაციენტს პირველადი გამოკვლევის საფუძველზე რაც ითვალისწინებდა ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევას და ამ კვლევაში შედის გულმკერდის რენტგენოგრაფია, ნახველის ანალიზი, ტუბერკულოზის მიკობაქტერიაზე და სისხლის კლინიკური ანალიზი, ამ მონაცემებით ჯერჯერობით ფილტვის ტუბერკულოზური პროცესი არ დადგინდა. მკურნალობა დავიწყეთ როგორც მარჯვენა მხრივი პნევმონია დაუზუსტებელი ეტიოლოგიის. ამ წუთში როგორც ვიცი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ კვლევა გაგრძელდება და 10 დღის შემდეგ განმეორებითი ნახველის ანალიზი გაკეთდება ისევ ტუბერკულოზის მიკობაქტერიაზე, რომ ვიყოთ დარწმუნებული. ირაკლი გოდუაძე მასზე დაკისრებული თანხის გადახდას არ აპირებს. მას საავადმყოფოში განუცხადეს, რომ იმ შემთხვევაში არ მოუწევდა თანხის გადახდა, თუ მათთან დასმული დიაგნოზი სასწრაფო დახმარების მიერ დასმულ დიაგნოზს დაემთხვეოდა. რატომ გამოუშვეს ღამის პირველ საათზე პაციენტი საავადმყოფოდან, ვის ეკისრება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა, ამ კითხვებზე პასუხი მთელი დღის მანძილზე შევეცადეთ მიგვეღო, როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან, ისე ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოდან, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. საქართველოში მომსახურების სფეროში არსებული დაბალი დონი არავის გაარკვირვებს, თუმცა როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ეს ფაქტი კიდევ უფრო მტკივნეულად წარმოჩნდება. ზოგჯერ ექიმების გულგრილობა ფატალურადაც სრულდება. ამჯერად ჩვენს რესპონდენტს უბრალოდ გაუმართლა მარიამ კუხიანიძე და გიორგი დოღონაძე, ტელეკომპანია მეგატივისათვის. უნივერსიტეტმა ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებიდან აბიტურიენტებს უმასპინძლა. ღიაკარის დღეზე უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. კონკურსანტებმა ერთწუთიანი ვიდეორგოლი მოამზადეს, სადაც იმ მოტივაციის შესახებ ისაუბრეს, რის გამოც სწავლის გაგრძელება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაწყვიტეს. ვიდეოში ყურადღება ხარისხიან განათლებაზე, კვალიფიციურ პროფესორებსა და გაცვლილ პროექტებზე გაამახვილეს. გამარჯვებული 21 ვიდეორგოლით კოლაჟი ააწყეს, რაც დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს.
კონკურსში 50-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა. მათ შორის ახალციხის პირველი, მე-6 დამოუკიდებელი სკოლა მზექა, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლები. ეს პროექტი იყო ჩემთვის ერთ-ერთი შანსი, რომ წარმომეჩინა ჩემი თავი და ჩემი სკოლა. ანუ ამ ვიდეო რგოლის დამზადება ჩემთვის ძნელი არ იყო, იმიტომ რომ გვერდში მიდგას ძალიან ძლიერი სკოლა, ძლიერი მეგობრები და მე ვფიქრობ, რა მიზანიც მქონდა, ეს მიზანი შევასრულე. გამომდინარე იქიდან, რომ პირველად მონაწილეობდი ასეთ პროექტში, ძალიან რთულიც არ ყოფილა, იმიტომ რომ ადვილია, როდესაც რაიმე ჩვენი აზრის გაზიარება გვინდა ჩვენი ტოლებისთვის და მით უმეტეს ის არის ადვილი, როდესაც რაიმე მოგწონს ან ჩვენი მიზანია და მოუწოდებთ სხვებსაც, რომ ვთქვათ, ჩააბარონ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში, რადგან მეც ვირჩევ ამ უნივერსიტეტს და ვფიქრობ, რომ სხვებმაც უნდა აირჩიონ. მით უმეტეს ამ რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრდებმაც. ხარია რომ დღეს საშუალება მოგვეცა მიგვიღო ამ კონკურსში მონაწილეობა და ჩვენმა ბავშვებმა სრულიად გაიმარჯვეს ყველანი ჯგუფურად. მნიშვნელოვანი იყო ამ ვიდეო რგოლში მონაწილეობის მიღება იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი რეგიონის ერთადერთი აკრედიტებულ უნივერსიტეტში მოხვედრილი იყვნენ ჩვენი ბავშვები და ინტერესი ამ უნივერსიტეტის მიმართ უფრო ამაღლდა, უფრო მოტივირებულები გახდნენ ბავშვები, რომ აუცილებლად გახდნენ ამ უნივერსიტეტის სტუდენტები. გაოცებული დავრჩი, იმდენად ბევრი იყო სურველი და იმდენად კარგი გზავნილები მოვისმინეთ ჩვენი აბიტურიენტებისგან და ჩვენ მე განსაკუთრებით აღფრთოვანებული იმით გახლავართ, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი ახალგაზრდები ზუსტად იგებენ ჩვენი უნივერსიტეტის მისიას და სწორი გზავნილები ჰქონდათ ჩვენთან ხარისხიანი განათლება, პროფესურის მაღალი დონე, უცხოურ გაცვლით პროგრამებზე შანსი, სტუდენტური და ახალგაზრდული მრავალფეროვანი ცხოვრება და ყველაზე მთავარი, უშუალოდ თავის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მაღალხარისხიანი განათლების მიღება და საინტერესო სტუდენტური ცხოვრების პერსპექტივა. თქვენი იდეები უნდა მოისმინოთ. ბორჯომში ეკოტრანსპორტის შემოყვანა იგეგმება. ველოსადგომის მოწყობასთან დაკავშირებით ბორჯომის საკრებულოს ტერიტორიის გამოყოფის მიზნით მიმართეს. ველოსიპედი, რომელსაც ძრავა ექნება, ვიზიტორებს საშუალებას მისცემს გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით და ნაკლები ძალისხმევით სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულონ. საკრებულოში აცხადებენ, რომ ინიციატივა მისასალმებელია და ამ კუთხით ტურიზმის განვითარებას ხელი შეეწყობა. ველოსადგომი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კოსტავას სახელობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ველოსადგომის ამოქმედება და ეკოტრანსპორტის ექსპლუატაციაში შესვლა საკურორტო სეზონის დაწყებამდე იგეგმება. ბორჯომისთვის არის ინოვაცია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ეკოტრანსპორტი იქიდან გამომდინარე ველოსადგომზე იყო საუბარი, სადაც ითხოვენ გადაცემას და ეკოლოგიურად სუფთაა ეს, ან ძალიან მარტივად მოგეხსენებათ ჩვენი რელიეფი როგორი მთაგორიანია და იმ ეკოტრანსპორტით იმას აქ ელექტრომოტორიც აქვს ველოსიპედს, რომელზეც შეგეძლება აი ძალიან მარტივად ბორჯომში დაჯდე და საღამოს ახვიდეთ აბაწყურში. ისე რომ ჩვენი ეს ლამაზი ხედებითაც დატკბე და ფიზიკურადაც იმხელა ჯაფა არ დაგადგეს. 180,000 ლარის გრანტი აქვს წამოღებული და აქედან გამომდინარე სადგომის გრანტი მოიპოვა მან და სადგომის ჭირდება თანადაფინანსებით ყიდულობენ ამ ველოსიპედებს და ვფიქრობ, რომ ეს ადგილი ეხა ჩვენ რა ადგილიც დავამტკიცეთ, ეს არის კოსტავას სკვერის მიმდებარედ არის რესტორნები, რომ არის მაგ რესტორნების გვერდზე. კონკრეტულად მაგ ადგილზეა ჩვენ საკუთრებაში არის 403 კვადრატული მეტრი თუ არ ვცდები და 40 კვადრატზე იყო საუბარი, 40 კვადრატზე მივეცით თანხმობა. შენების მოძრაობამ ჩრდილოვანი ფრაქცია საკრებულოს გარეთ შექმნა და მისი პრეზენტაცია დღეს გორის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გამართა. ჩრდილოვანი ფრაქცია იქნება საკრებულოს ალტერნატიული მოდელი, სადაც შეიმუშავებენ ინიციატივებს და თვითმმართველობის წარმომადგენლობით აღმასრულებელ ორგანოებს გადაუგზავნიან. ასევე მონიტორინგს გაუწევენ საკრებულოს და მერიის მუშაობას. მიუხედავად ჩემი ძალიან დაკავებული და ძალიან ცნობილია ევროპის დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით შენების მოძრაობასთან ჩამოყალიბდა ჩრდილოვანი ფრაქცია,
რომლის წევრები გახლავართ. მე კაბადონ თამარიდი შერაშვილი, ბატონი რევაზ გოგიაშვილი, თამაზ გვიმრაძე და ვახტანგ ბერგაცაშვილი. ეს არის ერთგვარი საკრებულოს ალტერნატივა, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მუშაობა მიმდინარეობს იმ ხუთივე მიმართულებით, რა კომისიებიც არის დღეს საკრებულოში, ანუ აღარ ჩამოთვლით იმ კომისიებს, ყველა ვიცით. ამ ფრაქციის მთავარი მიზანი გახლავთ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ინტერესების დაცვა და მათი ინტერესების გათვალისწინება. 20-მდე უმაღლესი კატეგორიის მსაჯმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილ ქართველ სპორტსმენს და მსაჯს ანზორ ქიბროწაშვილს პატივი მიაგეს და მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს. დელეგაციას გორის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ სტალინის სახლ-მუზეუმიც დაათვალიერეს. შეგახსენებთ, რომ დელეგაციის შემადგენლობაში შედიან უმაღლესი კატეგორიის მსაჯები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან, რომლებიც უახლოეს დღეებში მოემსახურებიან თბილისში გასამართ გრან-პრის ძიუდოში. ძიუდოს გრან-პრი თბილისის სპორტის სასახლეში 29-31 მარტს გაიმართება. საერთაშორისო კატეგორიის უცხოელი ძიუდოს არბიტრები გორში 20-მდე უმაღლესი კატეგორიის მსაჯმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილ ქართველ სპორტსმენს და მსაჯს ანზორ ქიბროწაშვილს პატივი მიაგეს და მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს. Царство ему небесное, по-азербайджански говорят, Аллах рахмат элесен. ამ ადამიანს ვიცნობდი როგორც შესანიშნავს, მას თავად ვეძახდით. მან ბევრი გააკეთა საქართველოსთვის, ქართული სპორტისთვის, როგორც ადამიანმა, როგორც პედაგოგმა, ის იყო პატრიოტი. ჩვენი აქ ყოფნის მიზანია პატივი მივაგოთ ჩვენს კოლეგას ანზორ ქიბროწაშვილის ხსოვნას, რომელიც იყო საერთაშორისო მწვრთნელი. ჩვენ გორში სტალინის სახლ-მუზეუმეც მოვინახულეთ. დელეგაციას გორის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ სტალინის სახლ-მუზეუმიც დაათვალიერეს. დღეს გორში სტუმრად იმყოფებოდა თბილისის გრან-პრის მომსახურე საერთაშორისო მსაჯთა ჯგუფი, რომელიც ჩამოვიდა როგორც ექსკურსიაზე დასათვალიერებლად, ასევე საქართველოსთან პირველი ოლიმპიური მსაჯის ბატონი ანზორ ქიბროწაშვილის საფლავზე ყვავილების დასადებად და მისი ხსოვნის უკდავსაყოფად. ეს დიდი პატივია როგორც პირადად ჩემთვის, ასევე იგი იყო ცნობილი მთელ მსოფლიოში და მისი დიდი ავტორიტეტი ასევე ჩემთვისაც ძალიან მხარდამჭერი და კარიერული ზრდისთვის წარმატებული იყო. შეგახსენებთ, რომ დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ უმაღლესი კატეგორიის მსაჯები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან, რომლებიც უახლოეს დღეებში მოემსახურებიან თბილისში გამართულ გრან-პრის ძიუდოში. ძიუდოს გრან-პრი თბილისში სპორტის სასახლეში 29 და 31 მარტს გაიმართება. და გამოშვების ბოლოს ვნახოთ ამინდის პროგნოზი. მოგესალმებით 30 მარტის ამინდის პროგნოზს მე მეგი ზოსიაშვილი გაგაცნობთ. ქუთაისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით 12 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამით 4 გრადუსია ნავარაუდები. რაც შეეხება დედაქალაქს, აქ სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, 9 გრადუსი სითბო იქნება დღის მანძილზე, ხოლო ღამით 1 გრადუსია მოსალოდნელი. გორში ჰაერი 10 გრადუსამდე დათბება, ხოლო სამტრედიაში ასევე მზიანი ამინდი იქნება, 12 გრადუსი სითბო იქნება დღისით, ხოლო ღამით 3 გრადუსია ნავარაუდები. ზესტაფონშიც მზიანი ამინდია ნავარაუდები 10 გრადუსამდე დათბება ჰაერი დღის მანძილზე, ღამით 2 გრადუსია მოსალოდნელი. რაც შეეხება ზღვისპირეთს, აქ 9 გრადუსამდე დათბება ჰაერი დღის მანძილზე, ხოლო ღამით 4 გრადუსამდე დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. რაც შეეხება ბაკურიას, აქ თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი, -2 გრადუსი დაფიქსირდება დღის მანძილზე, ხოლო ღამით -5 გრადუსამდე დაეცემა ჰაერის ტემპერატურა. მესტიაშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, 4 გრადუსი სითბო იქნება დღის მანძილზე, ღამით ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა. სამეგრელოში 12 გრადუსამდე მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა, მთელი დღის მანძილზე ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება, თელავში იწვიმებს, 7 გრადუსი სითბო იქნება დღის მანძილზე, ხოლო ღამით +2 გრადუსია ნავარაუდები. რუსთავშიც იწვიმებს 10 გრადუსამდე დათბება ჰაერი დღისით, ხოლო ღამით 3 გრადუსია მოსალოდნელი. ახალციხეში და ბორჯომში 7 გრადუსამდე დათბება ჰაერი, ხოლო მარნეულში 6 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი, მთელი დღის მანძილზე. ჭიათურაში კი მზიანი ამინდია მოსალოდნელი, 10 გრადუსი სითბო იქნება დღის მანძილზე, ხოლო 0 გრადუსი დაფიქსირდება ღამით.
ეს კი ქუთაისში 5 დღის ამინდის პროგნოზია, როგორც ეკრანზე ხედავთ, შაბათ-კვირას მზიანი ამინდია. მოსალოდნელი შაბათს 12 გრადუსი სითბო დაფიქსირდება მთელ დღის მანძილზე, კვირას 18 გრადუსია ნავარაუდები, ხოლო ორშაბათიდან წვიმიან ამინდებს უნდა ველოდოთ. ორშაბათს 15 გრადუსი სითბო იქნება, სამშაბათს 9 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 4 შაბათს 12 გრადუსი სითბო იქნება მთელ დღის მანძილზე. ასეთი ამინდია მოსალოდნელი 30 მარტს საქართველოში. მე კი ამით გემშვიდობებით, ნახვამდის. ასეთი იყო დღევანდელი რეგიონ ნიუსი, მე ამით გემშვიდობებით.